სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. თავარი ურთიერთობა ეკლესიაში, როდესაც მოდის ადამიანი ეკლესიაში, მოდის პირველ რიგში მოძღვართან. აქედან იწყება მისი ურთიერთობა ეკლესიასთან, მისი ურთიერთობა საკუთარ სინდისთან, ქრისტესთან, საზოგადოებასთან, ოჯახთან, საგნებთან, მოვლენებთან. ესე იგი, პირველი ადამიანი რომ მოდის ეკლესიაში, მას ეკლესიაში ხვდება ვინ? მღვდელი. და აქედან გამომდინარე, მერე ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული, როგორი გახდება ეს ადამიანი. აი, უძღებიშვილის სახარება ჩვენ გვახსოვს, ხო? ეს უძღებიშვილი რომ მოვიდა ჩამოძონძილი და განძარცული ყოველივე სიკეთისგან, ამ ქვეყნიურისგან და სულიერისგან. მამა რომ ისი არ დახვედროდა, როგორც დახვდა მას. ეს უძღებიშვილი სად წავიდოდა და რას იზამდა, ვინ იცის? არავინ არ იცის, ხო? ამაზე ჩვენ, პირადად ჩვენ უნდა დავფიქრდეთ და უნდა დავფიქრდეთ სიღრმისეულად. რაში არის ახლა საქმე, რაში მდგომარეობს? ჩვენ აი დღეს ავიკითხეთ სახარება, როდესაც ვკითხულობთ, რომ მოუწოდა იესო 12-თა მათ მოწაფეთა მისთა. ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ჩვენ მოგვიწოდა ქრისტემ. და მოგვიწოდა რისთვის? აი, ადამიანები სხვადასხვა ნიჭი აქვთ ადამიანებს, ხო? ქრისტემ იცის, ვის რა ნიჭი აქვს. აი, მაგალითად, ჩვენ პავლე მოციქული რო გავიხსენოთ, პავლე მოციქული იყო მდევნელი ეკლესიის, მაგრამ ქრისტემ იცის რა ნიჭი აქვს მას ხურვალე ქადაგების, სიყვარულის, თავგანწირვის. ამიტომ გამოუჩნდა, გამოეცხადა მას, ასე უპირატესი გამორჩევა არის, ხო? ახლა სხვა გამორჩევა, როდესაც ადამიანები ცხოვრობთ ერთში და ან სნეულებით, ან განსასწრებით, ან სიხარულით, ან სასწაულით, ან რაღაცით მოგვიწოდებს, ღმერთი მოგვიყვანს, მაგრამ სხვა გამორჩევა, როცა მოციქულად მოუწოდებს ადამიანს უფალი და შესაბამისად მოციქულად გამორჩეულს და უდლად გამორჩეულს მადლი ეძლევა უპირატესი, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ თუ მადლი ერთნაირი იქნება, მაშინ სადღა იქნება მასწავლებელი, სადღა იქნება მხადაგებელი, სადღა იქნება მოძღვარი, ხო? ანუ ყველას ადამიანს ღმერთი ნიჭს და მადლს აძლევს ძალისაებრ თვისისა, ხო? ესე იგი, მოუწოდა იესო 12-თა მოწაფეთა თვისდა და მისცამა ძალი და ხელმწიფება ყოველთაზე და ეშმაკთა და სენთა განკურნებად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რისთვის ეძლევათ. აი, გამორჩეული არიან მოწაფეები, მაგრამ რისთვის ეძლევათ? ყველა მადლი, ყველა ნიჭი, რომელიც ეძლევა ადამიანს, აუცილებლად ეძლევა იმის სხვა ადამიანების აღსაშენებლად. გინდა ეს სიმდიდრე იყოს მატერიალური, გინდა ეს რაღაცა ინტელექტუალური იყოს, რაღაცა ნიჭი იყოს, ხო? ყველაფერი გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვამსახუროთ. არა იმისთვის, რომ მე დავუშვათ ეს მომეცა და ეხა მე შევინახავ ამას და მე გამომადგება, ესე კი არა. რაღაცა რომ მოგვეცა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ დღევარი რომ მოგვეცა, ესე იგი ზედმეტი რომ დავჭა, ესე იგი რისთვის არის ესა? ვის უნდა მივცეთ, ვის უნდა დავეხმაროთ, ხო? ჩვენ გასწავლით ამას და პირველ რიგში ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხო? რისი თქმა მინდა რომ აი მღვდლობა არის ყველაზე დიდი ნიჭი და ყველაზე დიდი მადლი, რაც კი შეიძლება ადამიანს მისცეს ღმერთმა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რაოდენი შეჰკრათო ქვეყანასაზე და უკრული იყოს სათაშინაო. რაოდენი გაახსნათ ქვეყანასაზე და ხსნილი იყოს სათაშინაო. ესე იგი, ყველა საიდუმლო, რომელსაც მღვდელი აღასრულებს მიწაზე, ასევე სრულდება ზეცაში. წარმოიდგინეთ თქვენ, ხო? ესე იგი, მიწაზე ადამიანი რაღაცას აღასრულებს და ასევე ზეცაში იბეჭდება და სრულდება ესეც, ხო? ასე რომ ყველაზე დიდი ნიჭი და ყველაზე დიდი მადლი მისცა, ხო? მაგრამ უპირატესად მღვდელს და მოციქულს ქრისტემ მისცა ნიჭი სწავლებისა. წარვედი და მოიმოწაფენით ყოველი წარმართი
და ნათელსემდით მათ სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა და ასწავებდით მათ ყოველი რაოდენი გამცნე თქვენ. აი ეკლესიაში ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაცა მითქმა მოთქმა, აი მაგალითად ზოგი ამბობს, აი ვიყავი იმ ეკლესიაში და რა დაუშვათ ღვთისმსახურება შესრულდა და მოგთხოვეს დაუშვათ ამდენი და იმდენი, ხო? უკვე გასაგებია რომ აი იცით რა საქმე რაშია რომ ესე იგი ამდენი და იმდენი ჩვენ ესე გვაკურთხა უფალმა რომ უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო. მაგრამ ამავე დროს ქრისტე ესე იგი ამბობს ასევე რომ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა. აი ეს ლოგიკა არის, მეტი არაფერი. როდესაც ადამიანი მიდის ეკლესიაში და დაუშვათ მას გამოართვა რომელიმე მღვდელმა თავისი შრომის საფასური და თვითონ უფასებს და თვითონ უწესებს ამას, უკვე გასაგებია. ეს მღვდელი ამ შემთხვევაში ქრისტესას კი არ ასწავლის მას, თავის მოგონილს ასწავლის, იმიტომ რომ სახარებაში არსად არ წერია. მე რისი თქმა მინდა, იცით, ჩვენ პირველ ყოვლისა მოგვეცა ნიჭი იმისა, რომ ვასწავლოთ მრევლს. გესმით? სახარება აგერ წერია. გააგზავნაო იგინიო ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა და რა უთხრა უყურეთ გზაზე რო წახვალთო არც კვერთხი არ გინდათო არც ვაშკარანი იმას ნიშნავს ხურჯინი რომ მიაქხოლმე გზავრს არც პური არ გინდათო არც როგორ ფიქრობ თქვენ პური არ უნდა ჩვეულებრივ ადამიანი არ უნდა პური მაგრამ ქრისტემ უთხრა რომ არ გინდათო ეს თქვენ ამაზე ნუიზურნებთ უთხრა ესეთი რამ რომ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა დამთავრდა უკვე გესმით და ორი სამოსელის ნუ მიგავდო ანუ აქ სამოსელი და ხა ვაშკარანი და ეს უბრალოდ პრაქტიკულად რაც იყო ის არის ნათქვამი თორე სინამდვილეში იცი რაზე არის ნათქვამი რომ აბსოლუტურად მინდობილი აი იცით როგორ არის აი მღვდელი რო გახდება რო ესე იგი მღვდლად რო ეკურთხება ადამიანი დამთავრდა შენ დგეხარ და შენ წინ დგას ქრისტე არანაირი შენ რაღაცა დაწერილი კანონები ესე რო თქვა არ გაქვს შენი სახლის ქრისტეა, შენი შემოსავალის ქრისტეა, შენი განსასწრების ქრისტეა, შენი სიხარულის ქრისტეა, შენი მწუხარებას ქრისტეა, აი მოდელი რო გახდება, всё დამთავრდა, ქრისტე არის ყველაფერი, ჩვენი, მივხვდით? და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ესა. თქვენ უნდა იცოდეთ ესა. უფალი ეუბნება, რომ რომელსაც სახსა შეხვიდეთო, იქვე დაადგერი და მიერ გამოვედით. უყურეთ? ესე იგი არის, აი მაგალითად მე უკვე ამის აი ჩემი მცირე ხნის მანძილზე ახლა რაც მღვდელმსახური ვარ, ამის გამოცდილება არის. ვიღაცა არ გიღებს კარს, მაგრამ ვიღაცა გიღებს კარს. ვიღაცასთან შეგიძლია როგორც სახში მიხვიდე, საჭმელს გაგიმზადებენ, გაჭმევენ, დაგაპურებენ თან სიხარულით. ხო? ვიღაცა არ გიღ, ვიღაცას რომ მიხვიდე, ვიღაცასთან და რო უთხრა საჭმელი მაჭამეო, ეს გაგიჟდა, ეს ვინ არისო ეთქვის, ხო? მაგრამ არაზროს არ ტოვებს მღვდელს უფალი, ხო? ის სახლი ილოცება, ის სახლი იკურთხება, სადაც შევიდა და სადაც გამოვიდა, ხო? ყველა ილოცება, ყველა იკურთხება, მაგრამ რომელიც არ შეიწყნარებს, აი ესეც უნდა ვიცოდეთ. აი ანუ ჩვენი რა არის, ჩვენ ვასწავლით, გესმით? ესე იგი და ვინცო არ შეგიწყნარებსო თქვენო ეხლა მეორე მხარეც არის, ხო? კი, გასაგებია, მღვდელი გაუშვა ქრისტემ, მისცა მას ის, რაც არავისთვის არ მიუცია, და აი ამ მიცემულობით გაუშვა მღვდელი, ხო? და უთხრა, რომ შენ უზრუნავ მაგ რაღაცეებს, ხო? მაგრამ მეორე მხარე არის თვითონ ისე კი არ არის, რომ დაუშვათ მეორე მხარე არის თვითონ მრევლი. აი თქვენ რა უნდა გასწავლოთ ჩვენ ისით რომ აი მაგალითად მოვიდა ახლა სოფელში ამდენი წელი ეკლესია მოქმედია, ქადაგება, წირვა, ლოცვა, სიყვარულია, ყურადღება, ნუ რამდენადაც არის, ხო? შენდობას ვითხოვ ახლა ჩემი გლახაკი მღვდლის პირობაზე, მაგრამ უკეთესი იქნება თუ იქნება უკეთესობა. ხო და მაგრამ რა უთხრა იცით? თუ თქვენ მიხვალთო და არ შეგიწყნარებენო გამოდითო იქედანო, მაგრამ რო გამოხვალთო იქედანო
იმ ქალაქიდან რომ მტვერიო ფერხთა თქვენთაგან განიყარეთ საწამებელად მათ, ანუ დაიბერტყეთო თქვენი ფეხი. აქ ეხლა დაბერტყვა ახლა სიტყვით აქ რას ეუბნება, რას გვეუბნება უფალი, რომ ძალიან მძიმეა პასუხისგებლობა, ანუ მოციქული შრომობს, ხო, მღვდელი შრომობს, ხო? და ის შრომა რჩება მერე იმათ თავზე, ვინც არ შეიწყნარებს მას, ხო? ეხლა მოდის მღვდელი, აღასრულებს მღვდელმოქმედებას, აღასრულებს წესებს, აღასრულებს წირვას, ლოცვას და დაუშვათ აღასრულებს იმას, რაც აკურთხა ქრისტემ, ხო? მაგრამ თუ კი მაინც არ შეიწყნარეს, ხო? მაშინ უკვე ბრალი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც არ შეიწყნარებენ მას და საკმაოდ მძიმე ბრალი არის ეს. საწამებელად მათდაო, ანუ დასამოწმებლად. იცით, ჩვენ საუბარი დავიწყე რითი, რომ თავარი ურთიერთობა ეკლესიაში არის ესე იგი მღვდლისა და მრევლის, ხომ? ადამიანი რომ მოდის პირველ რიგში მღვდლით იწყება, თვალი რამდენად აიხილება, როგორ არის, მაგრამ უფლის წინაშე რომ წარდგებით, ხო? ის ქალაქი, ის სოფელი, სადაც სამღვდელოება არის და ჩვენ არ მივედით და ჩვენ არ შევიწყნარეთ, ხომ? მაშინ უკვე ჩვენზე არის პასუხისგებლობა. საწამებელად მათდა რას ნიშნავს, იცით? და საწამებელად, ანუ დასამოწმებლად. ესე იგი, ჩვენ რო წარდგებით უფლის წინაშე, ხომ? ესე იგი, როგორ არის, აქაური რო გითხრათ, უფრო გასაგები იქნება. როგორც კი, დააკვირდით, როგორც კი ჩვენ ბრალს დავდებენ, იმ წუთში ინსტინქტები ამუშავდება და მიდივართ თავის გამართლებას. შეიძლება ენა დავაცხროთ და პირი დავხუროთ, მაგრამ შიგნით იწყება ბრძოლა. რომ მე მართალი ვარ. მიხდით? და სამსჯავროზე როგორ იქნება, იცით? ძალიან ხშირია ხოლმე ესეთ შეკითხვა, რომ რას იზამს სამსჯავროზე ის ადამიანი, რომელსაც არ შეხვედრია მღვდელი, არ მოусვენია ქადაგება, არ იყო იქ ეკლესია, ხომ? პასუხი რა არის, იცით? ესეთი არ არსებობს. და უამრავი მაგალითებია იმისა, რომ ადამიანი ყოველთვის მოდის რაღაცა შეხებაში. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ადამიანი იქნება. და ესე იგი, როცა ჩვენ საწამებელად მათ და რას ნიშნავს, როცა ჩვენ წარდგებით უფლის წინაშე, ხომ? ჩვენ გაკვირვებული ვიქნებით. სახარებაში რო წერია, გახსოვთ, ნუ გიკვირნ ესეო, გახსოვთ, აღდგომის შესახებ რო არის იოანეს სახარება, ნუ გიკვირთ ესეო, ანუ იქ ერთი კიდე რაც იქნება ჩვენი, ხო, ჩვენ გაგვიკვირდება. ესე იგი, მოხვდებით ისეთ გარემოში, რომ კაცო, ეს ხო იყო ყველაფერი, ხო ვიცოდი ეს ყველაფერი. თურმე ეს ყოფილა რეალობა. ჩვენ რეალობიდან გასულები ვარ და საწამებელად მათდა ნიშნავს იმას, რომ თუ კი ოდესმე შენ მღვდელი შეხვდა, ან სიტყვა გითხრა, ან დაუშვათ, არა აქვს მნიშვნელობა უკვე რომ მივდივართ, სახლის კურთხევაზე იქ ვიღაცა შეხვდა, ხო, იქ დაუშვათ წესსაგება იქ ვიღაცა ისმეს, იქ წავედით იქ ვიღაცა, არა აქვს მნიშვნელობა. შენ იტყვი რომ მე ეკლესიაში არ ვყოფილი ვარ და ესენი არ ვიცოდი, ხო? მაგრამ შენ ეკლესია ეზოში გაქვს, შედალოცვილო და შენ იმით იმართლებ თავს, რომ მე ეკლესიაში არ ყოფილი ვარ. მიხდით? ეს ნიშნავს საწამებელად, რომ შენ გეტყვიან, რომ იქ მღვდელი ხო იყო. მიხდით? ხო ქადაგებდა მღვდელი. ხო მოვიდა შენთან სახლში. ხო გიქადაგა. ხო? ამაშია საქმე და ამას ჩვენ უნდა ორივე მხრიდან უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ, ესე იგი, დღევანდელი სახარება ორივე მხარეს მოძღვრავს. ესე იგი, მთავარი, ვინ არის ეკლესიაში მთავარი? ვისთან იწყება ურთიერთობა? ადამიანი ქრისტეს როგორ აღიქვამს? მოძღვართან ურთიერთობით, ხო? ქრისტეს უნდა აღიქვამდეს, თორე მე რა მჭირდება და მე რა მინდა, მაგი თავისთავად ისე იქნება, მაგრამ ქრისტეს რა უნდა, ეს უნდა გაიგოს ადამიანმა, მივხვდით? ხო და თუ ვერ გაიგო იმ ადამიანმა, ჩვენ თუ არ ვასწავლეთ, ბრალი ჩვენი არის. თუ ადამიანი მოვიდა და მე რაღაცების გაზომვა დაუწყე და ეს ის ღირსდა, ეს ის ჩაგააკეთე და ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება, ის ადამიანი ასე დაინახავს ქრისტეს. უпростоრად ვერ დაინახავს ქრისტეს. მივხვდით? დამინახავს მე.
და წავა ცარიელი. მაშინ ბრალი ჩემი არის. მაგრამ ამიტომ ვამბობ ამას რომ აქ რაც წერია ეს უნდა ჩვენ ვალდებული ვართ რომ გასწავლოთ თქვენ. მივხვდით? გასწავლოთ ის კი არა, ჩემზე კი არ გასწავლოთ რამე, სახარებაში რა წერია, ის უნდა გასწავლოთ. ჩვენი ისა რა ქვია, პირდაპირ მოვალეობა და პასუხისგებლობა არის. მღვდელი სხვა სასჯელით ისჯება, მღვდელი სასამართლო სხვანაირი არის. მრევლის სასამართლო სხვანაირი არის. მღვდელმა პირველ რიგში უნდა იქადაგოს, უნდა ასწავლოს. გესმით? პირველ რიგში. რა უნდა ასწავლოს? ღვთის სიტყვა, სახარება. ხო და ჩვენ ახლა ამ სახარებას ისიც რა ხანდახან არის ხოლმე ისეთი განცდა რომ რაღაცა უხერხული ხომ არ იქნება მღვდელი ფიქრობს რომ ამ თემაზე ახლა უხერხული ხომ არ იქნება რომ ვესაუბრო მრევლს თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით შესაწირი და ასე შემდგომ ხომ მაგრამ სახარებაში რაც წერია ყველაფერი უნდა იცოდეს ეკლესიაში მოსულმა ადამიანმა იმიტომ რომ ეკლესიაში მოსული ადამიანი მოდის ქრისტესთან და ქრისტემ რაც გვასწავლა ის თუ არ აბა რაღა არის მოვალეობა ჩვენი მაშინ ხო მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაკურთხოთ და მერთმა მოგმადლოს ჩვენ ყველას პირველ რიგში ნათელი გონება იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ეკლესია და გავიგოთ რა ვინ არის ქრისტე და როგორია ქრისტე გავიგოთ აი ეს არის მთავარი მისია ჩვენი ეკლესიაში რომ მოდივართ რომ შემდგომში მე როცა წარდგებით საწამებელად ჩვენ და არ იყოს ის რომ ჩვენ არ გაგვიკვირდეს მე არ გაგვიკვირდეს ჩვენ მე რომ აი წარდგებით უფლისწინაშე ნახავთ რომ მის ხელშია ჩვენი აბსოლუტურად ჩვენი ბედი მის ხელში არის ხო აქედან უნდა ვიცოდეთ ესა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ქრისტე და როგორია ქრისტე და რას გვასწავლის ქრისტე ამინ